თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისა და დეპუტატების შეკითხვებს დღეს ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის გენერალური დირექტორი პასუხობდა. სხდომაზე კომპანიასა და თბილისის მერიას შორის წარსულში გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროება მოითხოვეს. დეპუტატების თქმით, ბევრი შეკითხვა არსებობს, როგორც ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, ასევე ახლა დაწყებულ რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებითაც. სარემონტო სამუშაოების პარალელურად თბილისის სხვადასხვა უბანში წყლის მიწოდება ფერხდება, რაზეც კომპანიის წარმომადგენლებს განმარტების მიცემა მოუხდათ. ჭირდება გავიგოთ ხელშეკრულების მიხედვით რა ურთიერთვალდებულებებზე მოაწერა ხელი ამორმა მხარემ. აქ არის მთელი რიგი ვალდებულებებისა, მათ შორის ფინანსური ნაწილი, ამასთან ერთად იმ პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებები, ან საერთოდ აქვს თუ არა აღებული ვალდებულებები კომპანიას, რომელიც თბილისში წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით არსებობს და დღევანდელი პრობლემა, როდესაც გლდანსყალი არ მიეწოდება, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნათელი პრობლემა ამ თვალსაზრისით, ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ თბილისის საკრებულო უნდა განახორციელოს მეტი კონტროლი აღნიშნულ კომპანიაზე. Თვითონ საკრებულოსა და ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერს ერთი ინტერესი აქვს. რაც შეეხება მერის მიერ ჩვენი კომპანიის პრივატიზაციის ხელშეკრულებას, ყოველ 6 თვეში ერთხელ კომპანია ყველა დაინტერესებული მხარისათვის წარმოადგენს ანგარიშს. ის გამყარებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ. დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს შეუძლია მერიისგან ან ეკონომიკის სამინისტროსგან გამოითხოვოს. ჩვენ კომპანიას მისი გასაჯაროების უფლება არ აქვს.